ბიძინა ივანიშვილს რასაც ის ახდენს დღეს ქვეყანაში რისთვის ემზადება რისთვის ნახეთ უფრო მეტი ესკალაციის პირობებში აბსოლუტური ძალაუფლება უნდა კონდეს და სისხლის ღვრისთვის ემზადება ქვეყანაში ეს არ არის მშვიდობიანი მთავრობა ვინმეს თუ გონია რომ ამამ მშვიდობა მოუტანა ძალიან ცდები ეს არის ომის პარტია პირდაპირ მნიშვნელობით თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით რუსეთისკენ ირანისკენ ჩინეთისკენ როცა ქვეყანას მიყავს ომის პარტია ხარ, იმიტომ რომ ცივილიზებული დასავლეთსა და იმ მეორე მხარეს შორის შენ რო ცივილიზებულ დასავლეთს არ აირჩევ და ცივილიზებული სამყაროს მტერს აირჩევ, შენ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდები და ეს შეიძლება ისეთი სისხლის რო გამოიწვიოს ამან რომ არ ვიცი მე ბევრი რამე მონაგონი დარჩეს. ანუ იმის თქმა მინდა რომ სისხლის ღრისთვისაც ამზადებს ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ უნდა აბსოლუტური ძალაუფლება, იმიტომ უნდა ყველა ფინანსი მასთან იყოს, პოლიტიკური ველი მოსუფთავებული იყოს, ეკონომიკური საზოგადოება ბოლომდე განადგურებული ყავდეს. აი ამისთვის ემზადება ეს კაცი და მე საზოგადოებას მოუწოდებ რომ ბონს უნდა მოეგოს. ეს რაც უფრო სწრაფად მისი ვერაგი მიზნებისაგან, მისი გუნდისაგან გამოცალკევდები და დისტანცირებას განახორციელებ და წამოხვარ სასწრაფოდ გასაკეთებელია. პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურს, დანოვა სტრუქტურებს, საჯარო სამსახურებს, მერიებს, სამინისტროებს, ყველას მოუწოდებ. სახუმარო არ არის თემა, ხვალ ძალიან დაგვიანებული იქნება. უნდა უბრალოდ მიატოვონ, უნდა სამსახურები წამოვიდნენ ქუჩაში უნდა დადგენ, თუ უნდათ რომ სიტუაცია შევცვალოთ ყველამ ერთად ქვეყანაში და ცივილიზებული სამყაროსკენ წავიდეთ და მართლა არ აღმოუჩნდეთ ცივილიზებული სამყაროს დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ საფრთხეები მოდის ირანიდან, ჰეზბოლადან, ხუსიტებიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან. ომის ქვეყნები ეგენია და ჩვენ თუ მათთან იქნებით, საიდან გვექნება მშვიდობა? ან რატომ გვექნება მშვიდობა? არ გვექნება, ხო? ნუ ეს ამას დიდი გენიოსობა და დიდი ფილოსოფოსობა არ ჭირდება, ხო? აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ ერის კონსოლიდაცია საჭირო, აი ამ ვერაგი ერთი კაცის მიერ ჩამოყალიბებული დიქტატურის წინააღმდეგ, ვიდრე ტირანიად იქცევა ის.